აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმი დაეცა. აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300,000-მდე ადამიანს მოუხდა. საომარი მოქმედებების შედეგად 10,000-მდე ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაუკარგეთ. ტრაგიკული არის თითქოს და დღევანდელ დღესავით არის ყველაფერი არ მინდა გავიხსენო. 14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი, იმიტომ რომ ეს იყო არა დაახლოების, არამედ დაშორიშორების კიდევ ერთი ზღუდე. იმედი მქონდა რომ რაღაც უახლოეს პერიოდში დაშოშმინდებოდა ყველაფერი, დამთავრდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ გადაიზარდა ძლიერ ომში. ქართული მშვიდობიანი მოსახლეობა აფხაზეთში მყოფი ცხოვრები 8,000-ია დაღუპული. ჩვენ არასოდეს არ დავიწყებ ჩვენს გმირებს, მათი სისხლი უკმად არ დაღვრილა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა ჩვენ არამედ ჩვენ აფხაზეთის ბიჭებს, არამედ საქართველოს ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით. თბილისიდან ჩამოდიანო სოხუმის დასაცავად და მე არ დავიდეო, ასე რომ არ მძდიდიო, მითხრა ჩემმა შვილმა. ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ტკივილი. ყოველთვის უნდა ითქვას, როგორი გვირები ყავდა და ყავს საქართველოს. 34 წელია 200,000-ზე მეტი ადამიანი უძიროდ არის პრაქტიკულად. სამშობლო არის ძირი, სადაც დაიბადე, სადაც გაიზარდე, ის ჩვენ არ არის.